თუ ხმის სიმძლავრის კონტროლი გჭირდება, რა თქმა უნდა ფეიდერი მაგისთვისაა და უნდა გამოიყენო. მაგრამ არასოდეს გააკეთო ფეიდერის ავტომაცია. თუ ფეიდერის ავტომაციას გააკეთებ და აღმოჩნდება, რომ ეს კონკრეტული არხი სხვა არხებთან მიმართებაში ხმა დაბალი ან ხმა მაღალია, მოგიწევს მონიშნო მთელი შენ მიერ გაკეთებული ფეიდერის ავტომაცია და ერთიანად აწიო ან დაწიო. რაც არაკომფორტულთან ერთად საფრთხის შემცველიცაა, რადგან შეიძლება ოდნავ გვერდით გაიწიოს და ბალანსში ყველაფერი არიოს. ამიტომ ფეიდერის ნაცვლად შეგიძლია არხზე აიღო ისეთი აუდიო ეფექტი, რომელსაც აუთფუტის კონტროლერი აქვს, მაგალითად EQ8 და გააკეთო აუთფუტის ავტომაცია. ამ შემთხვევაში ფეიდერით ხმის სიმძლავრის ცვლილება აღარ გამოიწვევს ავტომაციის გათიშვას. მე ეკვალაიზერის ამიზნით გამოყენებას მირჩევნია გამოვიყენო utility, რომლის gain პარამეტრი ბევრად მაღალ დეციბელებზე ადის, ვიდრე სხვა ეფექტების output პარამეტრები. რა თქმა უნდა, utility-ის ამიზნით გამოყენება დამწყებთათვის საშიშია. ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ ან EQ8-ის output ღილაკი, ან გამომყვეთ და ზუსტად ისე მოიქცეთ, როგორც ახლა გაჩვენებთ.